არა, ბუნებრივია ეს იყო ძალიან კარგად გააზრებული გადაწყვეტილება და ის ემსახურება რამდენიმე მიზანს. პირველი, ჩვენ ვართ ბრძოლის ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე, როდესაც ძალიან კარგი მკაფიო სიცხადე უნდა შემოვიტანოთ, როგორი არის ეს ბრძოლის გზა. ეს სიცხადე ჭირდება ჩვენ პოლიტპატიმრებს, რომლებმაც თავგანწირვის აქტი ჩაიდინა ყველას ვათითაოთ, ახალგაზრდებმაც, ჩვენ პოლიტიკურმა პარტნიორებმაც. ეს სიცხადე ჭირდება იმ ხალხს, ვინც 200-ზე მეტი დღეა რუსთაველზე დადის, არ ჩერდება და იბრძვის. ეს სიცხადე ჭირდება ჩვენ პარტნიორებს, რომლებიც აი თქვენ ახლა წაიკითხეთ ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები და სანქციები ზოგადად მთელი ხარდაჭერის კასკადი, რომელიც ნამდვილად საქართველოს აქვს და ამ სიცხადეს ჩემი აზრით უნდა გქონდეს რამდენიმე ელემენტი და ამის ძალიან ხმამაღლა თქმა მინდოდა, ოღონდ თქმა მათ შორის თუნდაც ესე დავარქვა თავგანწირული ნაბიჯით, არა უბრალოდ ტელევიზორში გამოცხადება, არამედ რუსთაველზე იქ სადაც არის ბრძოლის კერა, იქ მოსვლა და აი ამ უკიდურესი ფორმით ამის თქმა ძალიან ხმამაღლა. ეხლა რა არის ეს სიცხადე? პირველი, რეჟიმის დასრულება შესაძლებელია მხოლოდ მათი ლეგიტიმაციის ბოლომდე მოკლით. ეს რეჟიმი არ უნდა იყოს ლეგიტიმური, ეს რეჟიმი არ არის ლეგიტიმური, მათ ვერ მოახერხეს პარლამენტის ლეგიტიმაცია, მათ ვერ მოახერხეს კომისიის ლეგიტიმაცია, მათ ვერ უნდა მოახერხონ ეგრეთ წოდებული მოგონილი აი ამ რაღაცა არჩევნების, ადგილობრივი არჩევნების ლეგიტიმაცია. შესაბამისად, ნულოვანი თანამშრომლობა, ნულოვანი აღიარება რეჟიმის არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემი გადმოსახედიდან დღეს პოლიტიკური სპექტრისთვის. მეორე, ამ ლეგიტიმაციის მისაღწევად, მათი დელეგიტიმაციის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ძალიან ინტენსიურად ოპოზიციამ ერთიანად დავიწყოთ მთელ საქართველოში სიარული მოძრაობა, შეხვედრები და ახსნა, რომ არჩევნები არის არა ბიზინა ივანიშვილს როდის მოუნდება, როგორ მოუნდება, რა ფორმით მოუნდება ყალბი პროცესი, არამედ ხალხი ქმნის ამ ლეგიტიმაციას. ამიტომ თუ ჩვენ ყველა ერთად პოლიტიკური პარტიები ხალხი დავდგებით ერთად და არ მივიღებთ ამ ყველაფერში მონაწილეობას და პირიქით ვილაპარაკებთ, როგორ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები, ახალი წესები, ბიზინა ივანიშვილის კონტროლ-მიღმა, ეს მიზანი იქნება მიღწეული. შემდეგი მიზანი არის, რომ პოლიტიკურმა სპექტრმა შეუქმნათ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან ერთად პოლიტიკური ალტერნატივა. ეს ალტერნატივა არის საჭიროა ხალხისთვისაც, მათ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ შეიძლება რაღაცებზე ვკამათობთ, მაგრამ ერთი ხმით, ერთი სტრატეგიით, ერთი მიდგომით ვესაუბრებით ხალხს, განაწილებული გვაქვს ფუნქციები და მუშაობთ ერთად. ეს პოლიტიკური ალტერნატივა ჭირდება ჩვენ პარტნიორებს იმისთვის, რომ იცოდნენ, რომ ამ არალეგიტიმური ხელისუფლების პირობებში ვინ არის ის, ვისაც ელაპარაკებიან და ეს მხარდაჭერა იქნება ძალიან დიდი. და შემდეგი და ბოლო პუნქტი, ეს არის პროტესტის ახალი ტალღით განახლება რუსთაველზე, მათ შორის ამიტომაც ვარ მე აქ, ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი აქცია იქნება, ერთობლივი პრეზიდენტი იქნება, ყველანი უნდა ვიყოთ, ყველა პოლიტიკური ძალა, აქტივისტები, მნიშვნელოვანი დღე არის, მათ შორის ამ ჯერ კიდევ თუნდაც შეუთანხმებელი საკითხების მიუხედავად ამ ერთიანობის ჩვენება და მალე უნდა დავასრულოთ ეს შეუთანხმებელი საკითხები, იმიტომ რომ მოქმედებაზე უნდა გადავიდეთ. ელენე, მაინც მინდა გკითხოთ, აი ჩამოთვალეთ კონკრეტული გეგმები, მოშიმშილე ადამიანმა როგორ უნდა მიიღოს ამ პროცესში მონაწილეობა, რეგიონებში სიარული, ოპოზიციას მიმართავთ, რომ მნიშვნელოვანი არის ავუხსნათ მოქალაქეებს, არ ვიცი ბოიკოტის მნიშვნელობა და ასე შემდეგ. აი თქვენ როგორ დაგინახავთ აი ამ პროცესში? მაინც ხომ არ ფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანი იქნებოდა თქვენც ყოფილიყავით აი ამ პროტესტის ავანგარდში? ეს ჩემი ბოლო კითხვა იქნება გარწმუნებთ შიმშილობაზე. კი ბატონო, ჯერ თქვენ ძალაზე საუბრობთ, ხო, რომ ძლიერი რა თქმა უნდა ძლიერები უნდა ვიყოთ, თუმცა მით უმეტეს ელენე, აქვე ჩავაზუსტებ რა, თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, რაზეც თქვენ საუბრობდით, ამიტომ ვაძლევ ჩემ თავს უფლებას, რომ ამას ხაზი გაუსვა, რის გამოც რაღაც პერიოდი არ იყავით პოლიტიკურ პროცესშიც კი, თქვენ ხომ კარგად იცით, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო გზა ბრძოლისა, რამაც მე უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ აქვე მინდა რომ დავინახოთ თქვენი мотиваცია და ის რომ ჩვენ ძალიან არაემპათიურ ძალასთან გვაქვს საქმე, რაც იცით ალბათ თქვენც. ეს ჩემი მოთხოვნები არ მიემართება არავის ესე, ეს არ არის რომ მე ქართული ოცნებიდან ვინც ვითხოვ რამეს ან ვინმესგან ვითხოვ. ჩემი
განაცხადი არის ის, რომ და ძალა ძალიან ხშირად აი ამას საუბრობდი, არის არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ მორალური, როდესაც მას ზურგს უმაგრებს სიმართლე. დღეს მზიამაღლობელი ბევრად უფრო ძლიერია, 50-ზე მეტი პოლიტპატიმარი ბევრად უფრო ძლიერია. ჩვენი პოლიტიკური სპექტრი მამუკაც, ნიკაც, ზურაც, ბადრის, გიორგი ვაშაძეს ბევრად უფრო ძლიერია ვიდრე მაგალითად ეს რეჟიმი. აქედან გამომდინარე, ამ ჩემი აქტით მე ვგრძნობ პირიქით ძალას და რა თქმა უნდა და მე მინდოდა რომ ეს განაცხადი გაკეთებულიყო, რომ მოდით ყველა გამოფხიზლდეთ, ყველამ ჩავისუნთქოთ, ყველანი შევთანხმდეთ იმაზე, რომ ვართ მეტნი, ვართ მართლები და დავიწყოთ მოქმედება. როგორც კი ეს შეჯერება მოხდება, მე რა თქმა უნდა აქტიურად გადავერთვებით ჩემთვის შიმშილობა თვითმიზანი არ არის. როგორც კი შევჯერდებით ჩვენ ამ საერთო სტრატეგიაზე, გავაფორმებთ ამ უთქმელ შეთანხმებას საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები და გადავეშვებით ამ ბრძოლაში, რა თქმა უნდა, მე ვიქნები მართლა ხულოდან ლაგოდეხში და მთელ თბილისში მოვივლი ყველა ადგილს იმისთვის, რომ ერთად შევარყიოთ ეს რეჟიმი. ოღონდ შერყევა არ გამოვა თუ ჩვენ სწორ სტრატეგიას არ ავირჩევთ და თუ ჩვენ შევალთ ისეთ ყალბ პროცესებში, რომელსაც თავს გვახობს რუსული რეჟიმივით ეს ოლიგარქიული სისტემა. ოლიგარქიული სისტემა არის სუსტი, ის არ არის ძლიერი. ჩვენ უნდა ვიწმუნოთ ჩვენი ძალების და ჩვენი ძალა არის ერთად აქტიურ ბრძოლაში ამ რეჟიმის წინააღმდეგ. ელენე, სწორედ გავიგე, შესაძლოა თქვენ შიმშილობთ თქვენი თანამებრძოლეებისთვის, თქვენი თანამოაზრეებისთვის, რომ ერთიან სტრატეგიაზე ჩამოყალიბდეთ, ვინც მაგალითად ამ მოსაზრებას არ იზიარებს. არ ვიცი, ეს განცდა მიჩნდება. არავითარ შემთხვევაში მე არ მინდა ეს აღქმული, ხო. არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს აღქმული, რომ მე ვინმეს ან მივმართავ, ან მოვითხოვ. მე ჩემი განაცხადი გავაკეთე, მე არ მიმართავს. არც როგორ შეიძლება ლელოც გასაჭირშია დღეს, ყველა მთელი პოლიტიკური სპექტრი გასაჭირშია და მე პატივისცემის გარდა არაფერი მithქვავს მათზე. განსაკუთრებით პრეზიდენტზე, რომელიც ეს მყარად დგას ამ ბრძოლის პროცესში, მაგრამ ეს არის ჩემი განაცხადი, რომ მოდით ხალხო, ყველა, მათ შორის რუსთაველზე გამოსული ხალხის, რომ ნუ გონიათ, რომ რუსთაველზე თუ არ არის ყოველდღე იმდენი ხალხი, რამდენიც გვინდა რომ იყოთ, რომ ბრძოლა დასრულებულია, ნუ გონიათ, რომ დაჭერით ვინმეს გატეხავენ, ნუ გონიათ, რომ თავგანწირვა არის გამონაკლისი და ნუ გონიათ, რომ ჩვენ ვერ შევთანხმდებით, აუცილებლად შევთანხმდებით. ეს არის ჩემი განაცხადი და არა ვინმეზე ზეწოლა ან მოწოდება ვინმეს მიმართ. საბოლოო ჯამში ყველა პოლიტიკოსი თუ პარტია თუ მოქალაქე თავად იღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ მე ჩემი გადაწყვეტილება და პოზიცია და ხედვა და გეგმა თუ რა უნდა გავაკეთეთ ამ ფორმით, მწვავე ფორმით, რომ ის ყოფილიყო უფრო ხმამაღალი, უფრო გასაგები, გულწრფელი და არა უბრალოდ რაღაცა ცარიელი სიტყვები მორიგ ჯერზე ნათქვამი ტელევიზიაში. კი ბატონო, უბრალოდ მართლაც წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება იყოს ჩვეულებრივი პოლიტიკური დღის წესრიგი, როცა ოპოზიციური პარტიის ლიდერი და მათ შორის გედევან ფოფხაძეცაც მინდა ვთქვა აქ, რომ იმანაც დაიწყო შიმშილობს და აქვე ალდეს ყრილობაზე და სამი აქტივისტი კი აღნიშნეთ ესეც და აქვე ალდეზე მინდა რა თქმა უნდა გკითხოთ ჰელსინკის კომისიაზე და რამდენად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ევროპული ლიბერალური პარტიების ყრილობა გაიხსნა ქართველი პოლიტიკოსის წერილით, რომელიც არის პატიმრობაში და მკაფიო გზავნილები ისმოდა სანქციებთან დაკავშირებით და ამ განცხადებების ავანგარდში არის უკვე დიდი ბრიტანეთი. რა შეგიძლიათ გითხრათ ამასთან დაკავშირებით? რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო საერთაშორისო მხარდაჭერა, ის რომ სწორედ ზურას სიტყვებით გაიხსნა ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ალდეში იციან ძალიან კარგად ზურას, გიორგი ვაშაძის, ლელოს პრინციპულობა დემოკრატიისთვის, თავისუფლებისთვის ბრძოლაში და ეს ძალიან დიდი მხარდაჭერაა ჩვენთვის. ასევე ყველა სპექტრში საერთაშორისო ურთიერთობით ჩვენ გვაქვს დიდი პოტენციალი. ოღონდ წამყვანი არის ჩვენი ბრძოლა, სწორი ბრძოლა, პრინციპული ბრძოლა, თავგანწირული ბრძოლა. მხოლოდ ეს მოგცემს ჩვენ მორალურ და პოლიტიკურ ძალას უკვე საერთაშორისო ასპარეზზე, რომ მოვითხოვოთ კიდევ უფრო მეტი ზეწოლა, კიდევ უფრო მეტი მოქმედება მათი მხრიდან. როდესაც ისინი ხედავენ, რომ პოლიტიკოსები წელში გამართულები, ამაყები, შეიძლება ზოგჯერ ერთმანეთთან მოკამათეები, მაგრამ ერთად დგომები მიდიან ციხეში და ეს მათ არ ტეხავს. როცა ისინი ხედავენ ახალგაზრდებს, რომლებიც არ ტყდებიან, ჟურნალისტებს, რომლებიც არ ტყდებიან და ჩემ შემთხვევაში მეც თქვა იმ განაცხადით, რომ დიახ, თუნდა ჯანმრთელობის ფასად ვიბრძვით და არ ტყდებით და ერთად ჩვენ შევძლებთ, რომ დავდგეთ და ვანახოთ ეს სიმტკიცე, ბევრად მეტი პოლიტიკური ძალა იქნება ჩვენ სიტყვებს და ბევრად მეტ მხარდაჭერას მივიღებთ.
კი ბატონო და ასევე მინდა გკითხოთ თქვენ კომუნიკაცია თუ გაქვთ დაპატიმრებულ ლიდერებთან, რამე ტიპის კოორდინაციაში თუ ხართ იმ ადამიანებთან, ვინც რჩება პატიმრობაში? ბუნებრივია მიმოწერა კომუნიკაცია მაქვს, ამასთანავე ყველას უნდა ისმოდეს, როცა ადამიანი არის ციხეში, პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ ჩვენ ქმედებებზე ჩვენ გარეთ, ამიტომ მე არავითარ შემთხვევაში რა თქმა უნდა მათ თავისი წვლილი და წილი ტვირთის აღებული აქვს და ამიტომ არ ვაპირებ რომ ვინმეს გადაუნაწილო აქ მიღებული გადაწყვეტილებების პასუხისმგებლობა, ეს არის ჩემი პირადი გადაწყვეტილება, რაც მე გავაკეთე, თუმცა რა თქმა უნდა კომუნიკაცია მაქვს ყველასთან, ჯერ მამუკასთან და ბადრისთან არ მქონია და გიორგისთან, იმიტომ რომ ეხლა ეწყობა, ასე ვთქვათ, მიმოწერა მათთან, მაგრამ კი მაქვს ძალიან მჭიდრო კავშირი და ორშაბათს უახლოეს მომავალში მამუკა ბადრი და გიორგისაც მივწევ.